პეტრეს აფრთხილებს და ეუბნება, რომ ჩემი ქმარი მოსაკლავად გეძებს და ალბათ ეხლა მალე შეგიპყრობენ და იქნებ წახვიდეს საერთოდ ამ რომიდან გადაიხვეწო და ქრისტიანებმაც რომ გაიგეს ეს ამბავი თხოვეს პეტრეს რომ დაეტოვებინა რომი და პეტრემაც მართლაც ისმინა ამათი თხოვნა და გადაწყვიტა რომ რომიდან ფარულად მოკლედ პეტრე ტოვებს რომს და აი აქედან იწყება ამბავი ცნობილი ისტორია და ეს იცით რა თქმა უნდა პეტრე გადის რომიდან და შემხედრი მიმართულებით მოდის ქრისტე და მოკლედ პეტრე მიდის და ქრისტე რომში მოდის და პეტრე უყურებს გაკვირვებული და ეუბნება რომ ეს ცნობილი სიტყვებია ძველ ქართულად ესე ჟღერს ვიდრე ხვალ ანუ სად მიდიხარ ვიდრე ხვალ ამაზე რომანიც არსებობს სენკევიჩის რომანია ძალიან საინტერესო და მოკლედ ესე იგი პეტრე ეკითხება ქრისტეს სად მიდიხარ ქრისტე ეუბნება რომში მივდივარ და რა გინდა უფალო რომში ეუბნება ჯვარზე უნდა გავეკრა და კი მაგრამ შეხო ერთხელ გაეკარე ჯვარზე ახლა მეორეჯერ უნდა გავეკრა რომში ჯვარზე და პეტრეს ახსენდება ის სიტყვები რომელიც ქრისტემ უთხრა ჯერ კიდევ ამაღლებამდე რომ აი ახალგაზრდა ხარ ჯერ პეტრე და შენ ჭკუაზე დადიხარ და დაბერდები და სადაც არ გინდა იქ მოგიწევს მისვლა ანუ სხვის ჭკუაზე სიარული ანუ მოწამეობრივი აღსასრული უწინასწარმეტყველება და პეტრე მიხვდა რომ ეს არის გამოცხადება სწორედ იმისთვის რომ ის მოbrunდეს ღვთის ნება რომ ის ესე იგი გაეკრას ჯვარზე